წარღვნა. როგორც კი ნოე, მისი ოჯახი და ყველა ცხოველი კიდობანში შევიდა, ღმერთმა კარი დაუხურა. 7 დღის შემდეგ კი დაიწყო. ცა საშინელად მოიქუფრა, თითქოს მთელი ცა გაიხსნაო. წამოვიდა ისეთი თავსხმა წვიმა, როგორიც არავის ენახა. წყალი მოდიოდა და მოდიოდა. მალე პატარა გუბეები დიდ მდინარეებად იქცა. მდინარეები კი უზარმაზარ ოკეანეთ. წყალმა დაფარა მინდვრები, ხეები და ბოლოს ყველაზე მაღალი მთებიც კი. მაგრამ ნოეს კიდობანი არ ჩაძირულა. ის უსაფრთხოდ დაცურავდა ამ გიგანტურ ოკეანეზე. ასე გავიდა 40 დღე და 40 ღამე. წარმოგიდგენია რა ხდებოდა კიდობანში? ცხოველებს ძალიან ეშინოდათ ქარიშხლისა და ტალღების ხმაურის. ლომები ღრიალებდნენ, ცხვრები ბღაოდნენ. მაგრამ კეთილი ნოე მათთან მიდიოდა, ამშვიდებდა. ზოგს ფაფუკ ბეწუზე უსვამდა ხელს, ზოგს კი ფაფარზე და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორც იქნა, ღმერთის ბრძანებით, წვიმა შეწყდა და წყალმა ნელ-ნელა კლება დაიწყო. ერთ დღესაც კიდობანი რაღაცას წამოედო და გაჩერდა. ის არარატის მაღალ მთაზე შეჩერდა. ნოემ პატარა სარკმელი გამოაღო, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ წყალი და ტალახი ჩანდა. ხმელეთი არსად იყო. მაშინ ნოემ გადაწყვიტა, მზვერავი გაეშვა. მან ჯერ ყვავი გაუშვა. ყვავმა იფრინა, მაგრამ დასაჯდომი ადგილი ვერსად იპოვა და მალევე უკან დაბრუნდა. ნოემ კიდემ 7 დღე მოიცადა და ამჯერად თეთრი, ნაზი მტრედი გაუშვა. პატარა მტრედმაც იფრინა, მაგრამ შრალი მიწა ვერსად ნახა და ისიც უკან, კიდობანში დაბრუნდა. ნოემ კიდევ 7 დღე მოითმინა და მტრედი ისევ გაუშვა. ამჯერად მტრედი საღამოს დაბრუნდა და აბა თუ მიხვდები რა მოიტანა? მას ნისკარტით, ზეთის ხილის, პაწაწინა, მწვანე ფოთოლი ეჭირა. რა გაიხარა ნოემ? ეს იმას ნიშნავდა, რომ წყალს უკვე იმდენად დაეკლო, რომ ხეების წვერები გამოჩნდა. მან კიდევ 7 დღე დაიცადა და მტრედი მესამედაც გაუშვა. ამჯერად მტრედი უკან აღარ დაბრუნებულა. ესე იგი, მან უკვე იპოვა მყუდრო ბუდე და მშრალი მიცა. ბოლოს ნოეს ღმერთის ხმა მოესმა. ნოე, დროა, გამოდით კიდობნიდან შენი ოჯახი და ყველა ცხოველი. დაუბრუნდით მიწას. ნოემ კიდობნის უზარმაზარი კარი გააღო. რა ბედნიერი სანახავი იყო. ცხოველები წყვილ-წყვილად გამოდიოდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ჩიტები ბედნიერად ჭიკჭიკებდნენ და ცაში დაფრინავდნენ. კურდღლები მწვანე ბალახზე დახტოდნენ. ნოემ და მისმა ოჯახმა ღმერთს გადარჩენისთვის დიდი მადლობა შესწირეს. ღმერთმა კი მათ და მთელ სამყაროს საოცარი პირობა მისცა, რომ ის აღარასდროს მოულენდა დედამიწას სასჯელს წარღვნის სახით. ამ დაპირების ნიშნად კი ღმერთმა ცაზე ულამაზესი 7 ფერი ცისარტყელა გამოსახა.